დღეს გველოდება ძალიან ნიშნულოვანი და ძალიან საინტერესო გაკვეთილი. დღეს არ ვსაუბრობთ გრამატიკაზე, ან ლექსიკის თემაზე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გამოთქმის წესებზე. დღეს, რასაც გასწავლით, ამას ვერც ერთ წიგნში ვერ ვნახავთ. ეს არის მართლა ძალიან ძვირფასი ინფორმაცია და ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწყვიტოთ ყურები, მოიმარჯვეთ ყავა, ან ასე შემდეგ, გველოდება საკმაოდ გრძელი, მაგრამ ძალიან პროდუქტიული გაკვეთილი. პირველი, რაზეც მე თქვენ უნდა გესაუბროთ, პირველი ფენომენი, რაც გერმანულად სწრაფად, არა მარტო სწრაფად, ეს ნელა მეტყველების დროსაც ხდება, აქ ტემპს არ აქვს მნიშვნელობა სწრაფადაა თუ ნელა, ეს არის Auslautverhärtung, ასე ეძახიან გერმანულად, ქართულად შეგვიძლია ეს მოვიხსენიოთ, როგორც ხმოვნების დარბილება. ჩემო საყვარლებო, არ ვიცი ეს შეგინიშნავთ თუ არა, მაგრამ ასობგერა d სიტყვის ბოლოში გერმანულ ენაში ყოველთვის გამოითქმის როგორც t. არ გეჩვენებათ აქ რაც წერია d ასო სიტყვის ბოლოში ყოველთვის გახდება t. აგრეთვე ასობგერა b სიტყვის ბოლოში ყოველთვის გახდება t. არც ეს არ გეჩვენებათ b სიტყვის ბოლოში ხდება t და ასობგერა g კიდევ გახდება k. k გახდება. ჩემი გამოცდილებიდან, ხო იცით ახლა რამდენი მოსწავლე მყოლია და რამდენი ხანია გერმანულ ენას ვასწავლი, 90%-ს ამაზე წარმოდგენა არ აქვს ხოლმე. და მაგალითად, ავიღოთ ხო, ახლა მაგალითები. დავიწყოთ პირველი, ესე იგი, გავიმეორებ კიდევ ერთხელ. ასობგერა d, როგორ თქვით? ასობგერა d, ჩვეულებრივ d იქნება თავში და შუაში. მაგრამ სიტყვის ბოლოში, თუ კი არის ასობგერა d, აი ნახეთ, ესეთი სიტყვები მაქვს თქვენთვის არჩეული. d ასო სადაც არის ბოლოში. d ასო უკვე გამოითქმის როგორც t. არ გეჩვენებათ, მართლა ეგრეა, d გახდება t. მაშმათი ჩემო ძვირფასებო, ნახოთ რამოდენიმე მაგალითი, ხო? მაგალითად, სიტყვა ძაღლი, ალბათ ყველას გაგვიგია, ხო? არ იქნება hund. არავითარ შემთხვევაში აქ d არ არის. ძაღლი იქნება der Hund. ესე იგი თურმე სიტყვა ძაღლი გერმანულად hund არ არის. ძაღლი იქნება der Hund. ნახეთ, ტრანსკრიფციაც გვიწერია გვერდზე და დააკვირდით ტრანსკრიფციაშიც d კი არ წერია. Hund t ასოთი გვიწერია. თურმე ძაღლი hund არ იქნება. Hund არ არსებობს. სწორი, ერთადერთი სწორი გამოთქმა იქნება der Hund. d გამოითქმის როგორც t ბგერა. der Hund. მაგალითად, სიტყვა პირი ანალოგიურად mund არ არის. პირი გერმანულად იქნება, როგორც ძაღლის შემთხვევაში იყო, der Mund. ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით, t ასოთი გვაქვს ზუსტად მოცემული. ტრანსკრიფციის წესების მიხედვით. პირი გერმანულად იქნება der Mund. ქვეყანა იქნება das Land. Land არა. Das Land. მაგალითად, აბა ჩემო საყვარლებო, მოდი ახლა მომეხმარეთ, ვინც Zoom-ში ხართ. გერმანია როგორ იქნება? გერმანია მაშინ Deutschland არასწორია. გერმანიას როგორ ვიტყვით სწორად, როგორც გერმანელი იტყო და ისე. აბა Hilfe. Deutschland. Wie bitte? Noch einmal, კიდევ ერთხელ. Deutschland. Genau, Deutschland. Deutschland არა, d არ იქნება, ხო? Deutschland, genau. აი შემდეგ ჯერზე დააკვირდით შემოძვირფასებო როგორ იტყვიან და შენიშნავთ t ასოთი ამბობენ. ველოსიპედი არ იქნება rad. არავითარ შემთხვევაში წამომივიდა ყურედან სისხლები, ეგრე რო გავიგო. ველოსიპედი იქნება das Rad. Rad. საბაზანო იქნება das Bad. Bad არა. Bad. ბავშვი kind არ იქნება. Das Kind. ხელი იქნება die Hand. Hand არა. Hand. ტყე der Wald არა. Der Wald.
Wald. და სურათი იქნება das Bild. და ფული ყველას რო ძალიან გინდათ, ფული ვის არ უნდა? Geld არ არის ჩემო ძვირფასებო. ფული იქნება das Geld. Geld. ნახეთ? ასე ძალიან რო უნდა ყველას ფული და სწორად რო არიციან თქმა, სირცხვილი არა? ამიტომ აცი გვეცოდინება d თურმე სიტყვის ბოლოში ყოველთვის იქნება t. ამიტომ თურმე ფული იქნება das Geld. მას კიდევ ერთხელ ხო noch einmal ჩამოვუაროთ ყველას. ზაღლი იქნება der Hund, პირი der Mund, ქვეყანა das Land, ველოსიპედი das Rad, საბაზანო das Bad, ბავშვი das Kind, ხელი die Hand, der Wald, სურათი das Bild და ფული das Geld. და რა ვიცი, აი ტრანსკრიფციაში შეგიძლიათ დააკვირდეთ, ხო, ყველგან. ნახეთ, წითლად შემოგიხაზეთ, ტრანსკრიფციაშიც ოფიციალური ტრანსკრიფციებია აქ. T ასოთი ჩაიწერება ყოველთვის სიტყვის ბოლოში მდგომი d ასო. იმიტომ რომ ეს არ გამოითქმის როგორც d. აი მაგალითად დაკავშირი როგორაა გერმანულად, აბა რომ მომეხმაროთ. აი მაგალითად რო ვამბობთ ესეთ რაღაცას, გიორგი და ნიკა. როგორ ვიტყვით მაგას? გიორგი და ნიკა. დაკავშირი როგორაა გერმანულად? გიორგი ნიკა. Genau, und არ ყოფილა ჩემო ძვირფასებო, ეგ იქნება und. მართლაც. აი დააკვირდით შემდეგ ჯერზე, როცა გერმანელი გამოიყენებს აი ამ სიტყვებს და უკვე შენიშნავთ, რომ ამდენი ხანი თურმე ბევრი თქვენგანი ტყუილში ცხოვრობდით და ეს არ იცოდით, რომ d სიტყვის ბოლოში თურმე გახდება t. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ბოლოში. მოდი ახლა ვნახოთ შემდეგი ეგეთი მაიმუნის ერთი ხმოვანი, რომელიც აგრეთვე დარბილდება და განიცდის ამ Auslautverhärtungs, ეს არის ასობგერა b, რომელიც როგორც უკვე გითხარით, სიტყვის ბოლოში გახდება არც მეტი არც ნაკლები p. b ასო თუ კი სიტყვის ბოლოშია, თავში და შუაში ჩვეულებრივ გამოითქმის როგორც b. მაგრამ სიტყვის ბოლოში გადასხვაფერდება, დაგვირბილდება და გახდება p. მას ქურდი, სიტყვა ქურდი გერმანულად dib არ არის, dib არა. ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით, b გახდება რა? p. ანუ ქურდი გერმანულად იქნება der Dieb. dib არა, dib. მაგალითად, სამუშაო ასევე ყველა ძალიან რო გინდათ, კარგი სამუშაოს პოვნა გერმანიაში. job არ არის, ინგლისურისავით არ ითქმის. გერმანულში b სიტყვის ბოლოში ხდება p. ანუ სამუშაო იქნება der Job. job და არა job. მაგალითად, მოსიყვარულე ადამიანი, აი ესეთი მზრუნველი მოსიყვარულე, იქნება lieb. lieb არა. აი ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით, lieb. უხეში როცა არის ადამიანიან, რა ვიცი, რაღაცა ხო? უხეში გერმანულად იქნება grob. grob არა, b არა. grob და ბოლო სიტყვა, რომელიც გვიწერია, გვეცოდინება ალბათ, ეს halb ითარგმნება როგორც ნახევარი. აი მაგალითად, საათზე რო ვლაპარაკობთ, 9-ის ნახევარი, 10-ის ნახევარი, ხო? ნახევარი თურმე გერმანულად იქნება halb. აი ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით, halb კი არა, halb. მას თურმე ესე იგი, კიდევ ერთხელ ჩამოვარიკლიკოთ, ქურდი იქნება der Dieb, სამუშაო der Job, მოსიყვარულე, ხო? ისეთი აი მზრუნველი ადამიანი lieb, უხეში grob, ნახევარი halb. halb არა, halb. მას თურმე რადაც უნდა გამოგვაქვს, b ასოც სიტყვის ბოლოში განიცდის დარბილებას და გახდება თურმე, ოღონდ ვაკონკრეტებ კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ბოლოში ხდება ეს, სიტყვის ბოლოში b გახდება p.
ესეთი ამბავია. ახლა კიდევ ერთი ეგეთი ბგერა გვაქვს. ესეც ძალიან საინტერესოა. ეს არის ასობგერა G. ოღონდ ამას პატარა გამონაკლისიც აქვს და ცოტა ხანში გეტყვით ცხადია. ძალიან საინტერესოა. ცხადია ამასაც გეტყვით, მაგრამ ხო, მოკლედ ესე იგი, ჩემო ძვირფასებო. რას ვამბობდი? G-ასოც ზუსტად ასეთია, სიტყვის ბოლოში დარბილდება და გახდება K. აი მოდი, ძალიან ისეთი ცნობილი სიტყვებია და განვიხილოთ ესენი. სიტყვა დღე, ხო ვიცით, აი ყველამ მისალმება რომ არის დღემშვიდობისა, ხო? Guten Tag. ნახეთ, Tag არ ყოფილა ეგა. Tag არ არის ძვირფასებო. სიტყვა დღე გერმანულად იქნება Tag. ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით, Tag არა. Tag. თურმე შემდეგ ჯერზე ესე კი არ უნდა უთხრათ Guten Tag. მეზიზღებ ასე ვამბობენ ხოლმე ქართველები. მაჟრიალებს. Tag არა. თურმე დღემშვიდობისა იქნება Guten Tag. Tag. მაგალითად, სიტყვა გზა Weg არ არის. გზა იქნება Weg. აკვირდებით? Weg. მთა Berg არ არის. მთა იქნება Berg. აქაც K. მატარებელი Zug არ არის. მატარებელი იქნება Zug. Der Zug. Zug არა. Der Zug. და მაშინ მომეხმარეთ. ჭკვიანი როგორ იქნება? ჭკვიანი. Klug. Genau, klug არ ყოფილა, ჭკვიანი იქნება klug. ნახეთ ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ ჩამოგირიკრიკებთ. Der Tag, der Weg, der Berg, der Zug და ჭკვიანი იქნება klug. რას იზავს თურმე? სიტყვის ბოლოში დარბილდება და გახდება არც მეტი, არც ნაკლები K. მას ჩემო ძვირფასებო, აი ეს სამი ასობგერა, რომელიც ეხა ჩვენ განვიხილეთ, ჩემი პრაქტიკით ყველაზე მეტად ეშლებათ ხოლმე. და აი 90%-მა არ იცის, რომ ეს ესეა, რომ D გახდება სიტყვის ბოლოში Ch, B გახდება P და G გახდება K. იმედია, რომ დღეისიქით აღარ შეგეშლებათ ეს, ვისაც გეშლებოდათ და არ იცოდით და მიაქცევთ ყურადღებას. გავიმეორებ, ამ ფენომენს ქვია Auslautverhärtung, ანუ ხმოვნების დარბილება. მაგრამ G-ასოზე რაღაცა მინდა გითხრათ, პატარა გამონაკლისი გვაქვს და თქვენ მინდა მომეხმაროთ ახლა ამაში. I და G-ზე რომ თავდება სიტყვები, ეს როგორ გამოითქმის, აბა თუ ვიცით, I და G. როგორ ვერ გავიგე? ასთა წამომიღე, იქ იქნება იმაში. ძვირფასებო, I და G-ზე რომ თავდება, აბა მომეხმარეთ, ეს როგორ გამოითქმის ხოლმე ასეთი სიტყვები? Pfennig. აქ K აღარ იქნება, არა ეს გამონაკლისია. ეს იქნება უკვე ich ბგერა. ხო ვიცით ყველამ პირის ნაცვალ სახელი მე. მე როგორაა გერმანულად? მე არის ich. ხო ესეა ich. მას თურმე ჩემო ძვირფასებო, I და G-ზე თუ მთავდება სიტყვა, აქ უკვე აღარც G იქნება და აღარც K. ეს უკვე საერთოდ სხვა ბგერაა, აი როგორც პირის ნაცვალ სახელი მე. ხო ვიცით? Ich bin. ხო? უკვე გახდება აი ესეთი ბგერა. მას ჩემო ძვირფასებო, სიტყვა სწორი გერმანულად იქნება richtig, იაფი, billig, მზად რო ხარ, რაღაცას რო იმას იზავ, მორჩები, fertig, ცოტა იქნება wenig, მშვიდი წყნარი იქნება ruhig, სევდიანი იქნება traurig და მზიანი იქნება sonnig. ესე იგი ჩემო ძვირფასებო, აქ რა მოხდა? I და G როცა გვაქვს სიტყვის ბოლოში,
ეს უკვე გახდება ის ბგერა. ანუ richtig, billig, fertig, wenig, ruhig, traurig, sonnig. ის ბგერა გახდება. როგორც აი პირის ნაცვალსახელი მე. მას ჩემო ძვირფასებო, ეს არის გამონაკლისი. და მეორე გამონაკლისიც გვაქვს კიდევ. ნ და გ-ზე რომ თავდება სიტყვა, ნ და გ-ზე. არც მეტი და არც ნაკლები გ ასოს საერთოდ აღარ გამოითქმის. ეს არის მეორე გამონაკლისი, როდესაც ნ გ-ზე მთავრდება სიტყვა, გ ასოს საერთოდ აღარ გამოითქმის და ეს გახდება ნაზალური, აი ცხვირში ნათქვამი ნ ასო გახდება. აი ფრანგული თუ იცით ვინმე, ფრანგებმა იციან ხოლმე ეს ცხვირში ნ ასოს თქმა რა, ანუ მოკლედ ნაზალური ბგერა გახდება ძალიან. ცხვირში ვიძახით ნ ასოს. გ საერთოდ აღარ ითქმის, როცა სიტყვა მთავრდება ნ გ-ზე. მაშ მაგალითად სიტყვა ბინა ვონუნგ არ არის. გ გააქრეთ საერთოდ. ბინა იქნება დი ვონუნ. ანგარიში, რესტორანში რო შეხვალთ, ანგარიში მომიტანეო რო ეტყვი. rechnung არა, გ გააქრეთ. ვაფშე დაივიწყეთ. ესე იგი, ესა რა ქვია, ანგარიში იქნება დი rechnung. სავარჯიშო übung არა, გ დაივიწყეთ. დი übung. ჟურნალი კი არა, რა ქვია, კაცო, Zeitung, გაზეთი. გაზეთი იქნება დი Zeitung და მოსაზრება, აზრი, დი Meinung. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, გ არ უნდა გამოკვეთოთ აქ. Wohnung არა, დი Wohnung. Rechnung არა, დი Rechnung. ანუ მოკლედ, ვასტოპებთ ნ ასოსთან. გ ვითომს არა გვაქვს. ესე იგი, ანუ ზოგადი წესი ხო ვიცით? გ სიტყვის ბოლოში წესით და რიგით არის ქ, ვისაუბრეთ ხო უკვე ამაზე, მაგრამ რა ყოფილა გამონაკლისი ჩემო ძვირფასებო, როდესაც ი და გ გვაქვს, ეს უკვე გამოითქმის სიტყვის ბოლოში, გამოითქმის როგორც პირის ნაცვალსახელი ის და როცა ν გ გვაქვს, აქ უკვე გ დაყრდნდება თუ რა ვიცი როგორ გითხრათ, აღარ ითქმის მოკლედ და გვექნება ნაზალური ნ ბგერა. აი ფრანგულში არის მაგალითად ეგეთი რაღაცა. მაშ მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ეს ორი გამონაკლისი აუცილებლად გაითვალისწინეთ. ვიცი რომ ბევრმა თქვენგანმა ეს გაიფიქრეთ ახლა რომ ი და გ-ზე რა ხდებაო, ან ნ და გ-ზეო და თურმე ესენი ყოფილა გამონაკლისები. მაგრამ ხო, ზოგადად რაც გითხარით, გ სიტყვის ბოლოში ხდება ქ. ხოლო ბ ხდება ფ და д ხდება თ. მოდი ახლა რა გავაკეთოთ? ვუყუროთ აუდიო მასალა. დავიწყოთ. b გახდება ფ. Wird zu P. Hör genau hin. Das Kalb. Das Kalb. Der Dieb. Der Dieb. Der Stab. Der Stab. Das Laub. Das Laub. ნახეთ, laub არ უთქვამს. ო, laub. დააკვირდით, raub არ არის, მძარცველი იქნება, ნახეთ როგორ იტყვის. Der Raub. Der Raub. Am Ende hörst du ein P, kein B. ნახეთ, b არ გვექნება. Schauen wir jetzt den nächsten Buchstaben an. B wird zu T. ახლა d რომ გახდება თ, ნახეთ. Hör genau hin. Der Hund. Der Hund. Das Rad. Das Rad. Der Wald. Der Wald. Das Lied. ნახეთ, სიმღერა Das იქნება Lied. lied. Das Kind. Das Kind. Am Ende hörst du ein T, kein D. ნახეთ, და ახლა g. Weiter geht's mit dem nächsten Buchstaben. G wird zu K.
Hör genau hin. Der Ring. Der Ring. ეს არაფერი შუაშია, ეს ნუგზეა. აი ხა. Der Zug. Der Zug. Der Steg. Der Steg. Der Berg. Der Berg. Am Ende hörst du ein K, kein G. ხეთ, Bist du bereit? და Dann მე ის გამონაკლისების არის აქ გარჩეული ამ ვიდეოში. იდა გზე რაც გითხარით, ნახეთ. richtig, ეს უკვე ის. traurig, sonnig. Manche Buchstaben ნახეთ, რაც დღეს გესაუბრეთ ზუსტად. ძალიან კარგი ვიდეოა ალბათ დამეთანხმებით. გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად ამ უფასო ვიდეოებსაც გამოგიგზავნით YouTube-დან. ჯგუფში დავპოსტავ. გადადით მე ჯგუფში და შეამოწმეთ ჩემი გერმანული ენის ჯგუფში. რა ვიცი, თუ ვინმე არ ხართ გაწევრიანებული, გეტყვით ახლავე ერთი წამით. ისა რა ქვია, ჩემ ჯგუფს. აი, ეს არის ჩემი გერმანული ენის ჯგუფი. გერმანული ენის შესწავლა Deutsch mit Georgi. გაწევრიანდით აუცილებლად და ამ უფასო ვიდეოებს აუცილებლად ავტვირთავ ჯგუფში. ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ უკვე ისეთ რაღაცაზე, რასაც გერმანულად ეწოდება reduktionen. თქვენ ამას ეძახით ხოლმე ეგრეთ წოდებულ ჩაყლაპოებს. აი, ხშირად ვთქვამთ ბევრ მოსწავლეს, რომ გიორგი მასწავლებელო, რატო ყლაპავენ ასოებსო გერმანელებიო. აი, ზუსტად ეს უნდა ვისაუბროთ, შვა როდის იყლაპება, ასობგერა ხოლმე. ეს უკვე სწრაფი ლაპარაკის თავისებურებებია, ჩემო ძვირფასებო, სწრაფ ლაპარაკში ხდება ეს ამბები. და ეხლა ნახეთ, რა საინტერესო რაღაცაა. როდესაც სიტყვა ბოლოვდება ბენ დაბოლოებაზე, რა გახდება? აი შეხედეთ, არ გელანდებათ. რა მოხდება თურმე? ასო ამოვარდება, როცა ბენზე ბოლოვდება. ასო ამოვარდება. ანუ თქვენ რო ეძახით ხოლმე ჩაიყლაპება და ასოს ნახეთ რა მოუვა. გახდება არც მეტი, არც ნაკლები ანუ ბენ არა. ბენზე როცა ბოლოვდება სიტყვა გახდება რა? აი ესეთი ბმს მაგვარი რაღაცა. მოდი ვნახოთ, ხო? ეს ამბავი. მაგალითად, ყველამ რო კარგად ვიცით, სიტყვა ქონა ყოლა. ხო? ქონა და ყოლა. ეს არ არის ჰაბენ. ვერ ვიტან ასე რო ამბობენ ხოლმე ქართველები. ჰაბენ არა. რა მოხდება? ასო საერთოდ აორთქლდება, ეშვა, გაქრება და გადაიქცევა რა? ასო ძალიან ხშირად. ანუ ესე იგი, ქონა ყოლას გერმანელი სწრაფად ლაპარაკისას გამოთქვამს როგორც haben არა. haben. მაგალითად, სიტყვა დარჩენა bleiben არა. აქაც გაქრება და გახდება დარჩენა იქნება bleiben. haben. bleiben. აი ტრანსკრიფციაშიც დააკვირდით haben. bleiben. bleiben. ნახეთ, მსკენ წავიდა. ასო. მაგალითად, მიცემა geben არ არის, ეს იქნება geben. წერა schreiben არა. აქაც აორთქლდება და გაგვიხდება schreiben. და რიცხვი 7-იანი, მოდი ახლა თქვენ მომეხმარეთ. 7-იანი როგორ იქნება, აბა? ხო ვიცით 1 2 3 რო ვითვლით. 7-იანი როგორ იქნება, აბა ჩემო საყვარლებო? 7. Genau. ესე იგი, haben, bleiben, geben, schreiben, 7. ნახეთ, ტრანსკრიფციებშიც ბმ-თი გვაქვს ზუსტად
გადმოცემული. ესე იგი, თურმე ჩემო საყვარლებო, შემდეგ ჯერზე როცა ნახავთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბოლოვდება ბენზე, რა ვიცით უკვე დღეს იქით, რომ პირველი მოხდება რედუქცია, ანუ ეასო, ეშვა საერთოდ ორთქლდება ლაპარაკის დროს და მერე სწრაფ ლაპარაკში კიდე რა ხდება ხოლმე ძალიან ხშირად, რომ ნ-ასო არც მეტი არც ნაკლები გადაიქცევა ხოლმე მ-დ. ეს სავალდებულო უკვე აღარაა, მაგრამ ძალიან ხშირად აი 90%-ში ეგრე ხდება, რომ ნ გადაიქცევა მ-დ. ამიტომ თურმე haben კი არ გვექნება, haben არა. ეს იქნება haben, bleiben, gehen, schreiben, sieben. აი ესეთი ბმს მაგვარი ბგერა გაგვიხდა, ნახეთ? კიდევ ერთი ზუსტად მასეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც სიტყვები ბოლოვდება pen დაბოლოებაზე. აქაც რა მოხდება თურმე? ეასო საერთოდ აორთქლდება და ძალიან ხშირად 90% შემთხვევაში აქაც იგივე ხდება, ნ-ასო გაგვიხდება მ. ანუ ესე იგი, როდესაც pen-ზე ბოლოვდება სიტყვა, აქაც ხდება რედუქცია და ასიმილაცია ერთად და pen დაბოლოება გაგვიხდება, როგორც ხედავთ, ფ-ს მაგვარი რაღაცა. ნახეთ? აი მოდი ვნახოთ ხო ეს ამბავიც, სადაც pen გადავა და გახდება ეს ფ-ს მაგვარი რაღაცა. ხო? მაგალითები. ტუჩები გერმანულად lipen არ არის, მეზიზღება, აი ქართველები ასე რომ ამახინჯებენ lipen არა. ტუჩები იქნება lippen. lippen. ნახეთ, ფ-მ lippen. იბეები იქნება treppen. treppen. ჯგუფები იქნება gruppen. gruppen. Lippen, die Lippen, die Treppen, die Gruppen. Lippen, Treppen, Gruppen. ნახეთ? Gruppen არა და Lippen არა. ეს საერთოდ აგვიორთქლდება, გინდიყოს გინდა რა და ნ-ასო ხო გითხარით 90% შემთხვევაში მ-დიტყვიან Lippen, Treppen, Gruppen. ნახეთ რა საინტერესოა? ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ეს ხდება თურმე როდის, როცა გვაქვს ben დაბოლოება და pen დაბოლოება. Haben, bleiben, geben, schreiben, sieben, lippen, treppen, gruppen. თურმე easо. რედუცირდება და პლუს ნ-ასო უმეტეს შემთხვევაში სწრაფად ლაპარაკისას ხო გეუბნებით. წავა მ-სკენ. 90% შემთხვევებში ესე ხდება. თუ არის ახლა ვინმე აქ, მოიცა როგორ ეძახიან იმას, ურწმუნო თომაო თუ ურჯულო თომაო თუ ურწმუნო მე მგონი. და თუ არ ჯერა ვინმეს ჩემი, ახლა ჩაგირთავთ ძალიან კარგ ვიდეოს და მოკლედ გაჩვენებთ ესე რა ქვია მაგას. დამელოდეთ ერთი წამით შემოძვირფასებო, ჩავაგდებ ეხლავე ვიდეოს და მოდი ეხლა ვუყუროთ ეს ძალიან საინტერესო ვიდეო. ეხლა ჩაგირთავთ და დააკვირდით შემოძვირფასებო, როგორ ამბობს. Hast du gewusst, dass man diese deutschen Wörter mit M spricht, also mit geschlossenen Lippen? Lippen, Lippen, haben, sieben, leben, oben, Suppen, abends, ebenfalls. Du kannst mir ja mal andere Wörter, die dir dazu einfallen, in die Kommentare schreiben. Oben, Suppen, ნახეთ. Suppen. და მე ხა რა თქმა უნდა გაგიკვირდებათ გერმანელიოს სხვა დაირეთ თქვენ თქვენ ვერ გაუგებდით. თურმე არა და როგორი ადვილი დასამახსოვრებელი რაღაცაა, ხო? ბენზე და ფენზე როცა ბოლოვდება, ეასო პრაქტიკულად ესე აგვიორთქლდება, რედუქცია ეწოდება ამას და პლუს ასიმილაციაც მოყვება Z
ამასთან ერთად და ნასო გახდება მ. ამიტომ გვექნება haben, bleiben, geben, schreiben, sieben. ხო? ნუც გაგვიხდება აგრეთვე მ. ხო? და როგორც აქაც თქვით, აქაც იგივე lippen, treppen, gruppen. აქაც ე გაქრება და ნუ წაგვივა მ-სკენ. კიდევ ერთი რედუქციის შემთხვევა მინდა განვიხილოთ თენ და დენ დაბოლოებაზე, მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, ამ ბენ და ფენ დაბოლოებაზე ხო არა ის რაიმე კითხვა, რაც ფიქრობთ შემოძვირფასებო? Irgendwelche Fragen? გამიზიარეთ თუ იცოდით ეს ამბავი, ან თუ არ იცოდით, რამდენად საინტერესოა თქვენთვის, რას ფიქრობთ, აბა? ან თუ არის რამე გაუგებარი, რას ფიქრობთ, აბა? ვიცოდით ეს ამბავი? არა, არ ვიცოდით, მაგრამ საინტერესოა. აწი დავაკვირდეთ ხოლმე აუცილებლად, აი დღევანდელი გაკვეთილის მერე მოусმინეთ ყურდაცქვეტილებმა თქვენს გერმანელ მეგობრებს ხოლმე და ნაცნობებს და აი აწი ნახავთ რომ თურმე როგორ ესა რა ქვია, სულ სხვანაირად იზახია ყველაფერს, ჩვენ რო გვეგონა ისე არა. რავი, რაიმე კითხვა ხო არ არის, რას ფიქრობთ? გამიზიარეთ თქვენი აზრები, ნუ ხართ გატრონულები, რა ხდება დღეს? მე მგონი ისე დაგაშინეთ Zoom-ში არ იხმაუროთ საჯარო ლექცია არის, ძალიან გაჩვენებულები ხართ, შემოძვირფასებო. ჩვეულებრივ როგორც გაკვეთილზე ვართ, შემოდით კონტაქტში, რას გაიტრონოთ. ხო რა ვიკითხვა, რა ვიცი. ხშირად შემხვედრია წინადადება გიბმია, გიბ აი კი, მან შეამჩნიე, ხო რომ ბუსმაგივრად თუს ამბობდნენ. ხო, აი დანარჩენი გამოწვევა იყო, ეხლა ნამდვილად ახალია. ხო, მაგრამ მინდა გითხრა რომ მახვილი ყური გქონია რომ შენიშნე. მართლაც რო ეუბნები ადამიანს, ხო, აი რაღაცა მომეცი. ხო, ვეუბნებით, მართლაც გიბმია კი არა, ბ გახდება ბოლოში ფ. და მართლაც ვიტყვით რომ gib mir etwas. რა თქმა უნდა, მინდა გითხრა რომ მახვილი ყური გქონია. იმიტომ რომ ხო გეუბნები, აი არიან ტიპები რომ რაღაცა 5 და 10 წელი ცხოვრობენ გერმანიაში და აი გეფიცები ყველაფერს აზრზე არ არიან. არც Auslautverhärtungis რორ ბილდება ეს თანხმოვნები, კედა ხმოვნები ბოდიში, კედა თანხმოვნები ღმერთო. ესე რა ქვია, არც მაგის აზრზე არ არიან Auslautverhärtungis, არც რედუქცია შეუმჩნევიათ, არც ასიმილაცია. გიჟდები ხოლმე, კაცო, 10 წელი რო გერმანიაში იცხოვრებ, ეს როგორ ვერ უნდა შენიშნო? რომ აი დ-ასო გახდება ბოლოში თ, ბ გახდება ფ, გ გახდება ქ. ან აი ეს ეხლა რაც ვილაპარაკეთ ხო, რედუქცია, ასიმილაცია, რომ haben არ არის და ეს იქნება haben, bleiben. ხო, მიყვირს ხოლმე მართლა. და ყველაზე ცუდი იცით რა არის ხალხო? ყველაზე ცუდი არის რომ ქართველი მასწავლებლების 90 კი არა, 95% გარტყმაში არ არიან, აი ხა რასაც გიხსნით ამის. და კი ეგ ყველაზე მეტად მაგიჟებს და მაოცებს რომ რავი, მე პირველი მაგალითად გამოთქმები ვისწავლე, სანამ გრამატიკას და რაღაცას ვისწავლიდი, იმიტომ რომ ჯერ უნდა ისწავლო გამოთქმის წესები და მერე გრამატიკა და რაღაცა. ყველაზე საბაზისო, ანუ პირველი ნაბიჯი ეგაა, ენის სწავლას რო იწყებ. და ვგიშები რომ აი ამდენი რაოდენობით მასწავლებელი საქართველოში რომ გარტყმაში არ არიან გამოთქმის ელემენტარული. რისი ამბიცია და პრეტენზია აქვთ, მე ვერ ვხვდები. ანუ თან აი მინახავს კიდე იცი როგორები, ძალიან განათლებულებიც რო არიან, რაღაცა დიპლომის იმეებით და რაღაცა დიპლომი რო აქვთ, რაღაცა გერმანისტიკის და რაღაცა, მაგრამ რა გინდა მაგათი დიპლომი, გამოთქმა აქვთ 0. არა და აი, რა ვიცი, მე არ მგონია რომ ეგეთი ძნელია, რომ დ-ასო სიტყვის ბოლოში გამოთქვა როგორც თ, ბ როგორც ფ, გ როგორც ქ, ხო აი მაგალითად გააკეთო რედუქცია, მაგალითად ხო არ თქვა haben და როგორც წესია ხო ვთქვათ haben, bleiben და
მე ასეთი ხალხი ამბიციით არიან, რომ მოსწავლეები აიყვანონ. მე აი გულწრფელად გეტყვით ყველას, რომ ისა რა ქვია, მოკლედ, აი პირდაპირ გეტყვით, თქვენი მასწავლებელი თუ რომელიმე აი ამ გამოთქმის წესს ამახინჯებს, ეგრევე ჩახსენით. იმიტომ რომ მე გეტყვით, მე იმას გეგეუნები, რომ ჩემთან მოხვიდეთ, კაცო, მე ისეც ხოიცით არ მჭირდება რეკლამა და ის. გეტყვით უამრავ კარგ მასწავლებელს, რომელიც კარგად გამოთქვამს, მიდით სხვასთან. იმიტომ რომ ყველაზე დიდი სირცხვილია, რომ მასწავლებელს გამოთქმა არ უვარგა. აი ხო ხვდებით როგორი რაღაცაა რა. აი ხა ქართულის მასწავლებელი როგორ გამოთქვამდეს ქართულად წესივრად. ხო აი ვაშლის მაგივრად ვაჩლი რო გითხრას. და მაგალითად კიტრის მაგივრად კიჭრი რო გითხრას. ხო ანუ ხო ხვდებით როგორ დონეზე ტეხავს. ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება ყველამ, რომ თქვენი მასწავლებელი კარგად და სწორად გამოთქვამდეს სიტყვებს, იმიტომ რომ თქვენ დაგიმახინჯებთ მერე გამოთქმას. მოსწავლეს გონია ნორმა ის, რასაც მასწავლებელი ასწავლის. რო გეტყვის მასწავლებელი, რომ აი haben, შენც გონია რომ haben არის. რეალურად კიდე გერმანელი გეტყვის haben. მასწავლებელი რო გეტყვის bleiben და შენ გერმანელი კიდე გეტყვის bleiben. ხო ხვდებით მე უკვე როგორი ცუდია და როგორი ძნელი გამოსასწორებელია. ამიტომ ეს არის თქვენი ფული, თქვენი ინვესტიცია და თუ აკეთებთ ინვესტიციას, მიაქციეთ ყურადღება, რომ სწორ ადამიანთან გააკეთოთ. ამას უბრალოდ იმიტომ ვამბობ, რომ რასაც ქვია 90% ქართველი გერმანულის მასწავლებლების გარტყმაში არ არიან. რა არის Auslautverhärtung, რა არის Reduktion, რა არის Assimilation. ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ გერმანიაში არათუ არ უცხოვრიათ, ფილმი და სიმღერაც არ აქვთ მოსმენილი. ანუ, იმიტომ რომ ელემენტარული არის ფილმი ჩართე, სიმღერა ჩართე, დაინახავ რომ haben არ არის და ეს არის haben, bleiben, geben, schreiben, sieben. ხო, აი ეგრევე დაინახავთ ხალხო ამას. ეგრევე დაინახავთ, ეგრევე. კარგი, მოკლედ, ახლა ვნახოთ ჩემო ძვირფასებო, შემდეგი საინტერესო ნიუანსი ეს არის თენდაბოლოება. აბა თუ გამოიცნობთ, აქაც რა მოხდება, როგორც წინა შემთხვევაში, აი ტრანსკრიფციაში გვიწერია, EASO ამოვარდება, ანუ გვექნება რედუქცია და ნახოთ ხო მოდი მაგალითებში. როგორ იქნება და ერთ რაღაცას გეტყვით ასევე რომ TASO ცოტა სხვანაირად გამოითქმის აქ. აი დამაკვირდით მოდი და ნახეთ. არასწორია reiten, არა, ნახეთ როგორ ვიტყვით ჯირითი, ხო? ჯირითი იქნება გერმანულად reiten. რჩევის მიცემა raten. შეწვა braten. მიჩნევა gelten als. ლოდინი warten არა, warten. რო ღირს რაღაცა, აი ფასი რო აქვს, kosten არა, kosten. reiten, raten, braten, gelten, warten, kosten. ესე იგი TASO-საც ვაკვირდებით, ხო? მამაპაპური ქართული T აგერ არ გვაქვს. ცოტა ესეც ნაზალურად ითქმის, ხო შენიშნავდით. EASO ხო ვიცით? EASO აორთქლდება. ეშვა გაქრება. და კიდე რა ძალიან საინტერესო თურმე, რომ TASO-ც ცოტა ნაზალურად ითქმის. აი როგორც ქართულშია, ეგეთი T არ გვექნება. დამაკვირდით კიდევ ერთხელ, reiten, braten, ესა raten, braten, gelten, warten, kosten. ნახეთ, ცოტა თავისებურად გამოითქმის, ხო? და ეხა შენ რო გონია რომ ეს არის braten, არ არის თურმე, ეს არის braten. ნახეთ, რაცა unbgera სავიწყო, ხო, braten. და კიდევ ეგეთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დენზე ბოლოვდება ჩემო ძვირფასებო. აქაც ზუსტად იგივე გამოთქმა გვექნება. რა მოხდება? EASO აორთქლდება, მოხდება თქვენ როგორც ეძახით ხოლმე ჩაყლაპვა, რედუქცია ქვია ამას გერმანულად, Reduktion
და ისევ აი ესეთი რაღაცა ნაზალური ბგერასავით გვექნება აქაც. მაგალითად, პოვნა ფინდენ არ არის, ფინდენ არა. პოვნა იქნება, ნახეთ რა მოხდება, ე გაქრება და დ-ც ცოტა სხვანაირად ითქმის. ფინდენ არა. აი მეზიზღება ესე რო იძახიან ხოლმე ქართველები. ფინდენ არ არის ეს. ეს იქნება ფინდენ. ბინდენ არა. ბინდენ. რედენ არა. რედენ. ლადენ არა. ლადენ. ბადენ არა. ბადენ. შადენ არა და შადენ. ფინდენ. ბინდენ. რედენ. ლადენ. ბადენ. შადენ. ნახეთ, ეხო რედუცირდა და დ-ასოც ცოტა აი ცხვირში რაღაცა ისე ხო სხვანაირად ითქმის. ფინდენ, ბინდენ, რედენ, ლადენ, ბადენ, შადენ. აი როგორი უცნაურია, ნახეთ? თურმე ალბათ ეხა ბევრი შოქში ხართ, იმიტომ რომ აქამდე იძახდით სულ ფინდენ და რა ხდება თურმე ეხო არ ითქმის და დ-ც ცოტა ეს ცხვირში უნდა წავიღოთ, ხო? ფინდენ. მოდი ამაზეც ვიდეო მასალა მოვიშველიოთ. Sag nicht hatten. დააკვირდით? Denn die unbetonte Silbe ten wird im Deutschen nicht ten gesprochen, sondern n. Hatten. დააკვირდით? Und das geht so. Leg die Zungenspitze fest hinter die oberen Schneidezähne. Es gibt keine Explosion wie bei einem normalen T. Also keine Explosion, kein T. ნახეთ, ჩვეულებრივ თ-ასოს არ ვიძახითო. ნახეთ, რაც გითხარით, ცოტა ეს ნაზალურად, ხო? Die Zunge bleibt da liegen und die Explosion passiert hier an den Stimmlippen und hinten an der Tür zur Nase. აი რაც გითხარით, ნახეთ, an der Tür zur Nase. ცხვირთანო, ხო? ცხვირში ნაზალურად ვამბობთ. ნახეთ? Das klingt so. Also hatten. 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 Die Luft geht dabei der unbetonten Silbe den. აი დენზეც Wie im იგივე Wort ხდება. verstanden. Verstanden. Hier Nachher. passiert ganz აქაც იგივე ხდება. verstanden არ არსებობს. აი ყურიდან სისხლი მომდის, ესე რომ ამბობენ ხოლმე ქართველები. verstanden არა ხალხო, საძაგლობაა. არა თქვათ მასე. დააკვირდით როგორი ტყვის? wie im Wort verstanden. Verstanden. Hier აკვირდებით? აქაც აი ესე ცხვირში თქვა. passiert ganz genau das Gleiche. Es verstanden. Verstanden. Hast du bemerkt, es gibt keinen Unterschied zwischen აი, verstehen ნახეთ ახლა კიდე und მაგალითები den. იქნება. Die Aussprache auf oder für diese Silben, wenn sie unbetont sind, ist gleich. Hatten. Verstanden. Hatten Sie verstanden? Hatten Sie verstanden? ნახეთ. სრულიად სხვანაირად ამბობს. ხო, წერია სხვა რაღაცა სხვანაირად ამბობს. ამიტომ შემოძვირფასებობ. დღეიდან გეცოდინებათ, ხო, ეს ამბავი, თურმე არ უნდა ვთქვათ ღაითენ, ეს იქნება ღაიტენ. არა ღათენ, არამედ ღატენ. აქაც იგივე, ხო, ბღატენ, გელტენ, ვატენ, ქოსტენ. ხო, ესე ცოტა ცხვირში ნაზალურად. აქაც იგივე დენზე, ხო, ეასოს არ ვამბობთ და ეს იქნება თურმე როგორ ესე იგი finden, binden, reden, laden, baden, schaden. ხო, ცოტა ცხვირში უნდა წავიღოთ თურმე. რა ვიცი, ესეც ძალიან ჩემი აზრით საყურადღებო ნიუანსია, ესეც აი ხო გეუბნებით რა, უამრავ ადამიანს ეშლება და ჩემი აზრით უნდა მივაქციოთ ამასაც ყურადღება. ახლა მოდი ვისაუბროთ კიდევ ერთ საინტერესო ნიუანსზე. ეს არის ჩემო ძვირფასებო ეშვა. ეშვა ბგერა. როდესაც ე ასობგერა არის,
ან სიტყვის ბოლოში, ან უფრო მართებულად რომ გითხრათ, მარცვლის ბოლოში როცა არის ეასო. ნახეთ ახლა რა ხდება. აი, ცოტა ისე ითქმის, ნახევრად რა ესეც. თან ითქმის, მაგრამ აი როგორც მამაპაპური ქართული ეგრე არ ითქმის. მამაპაპური ქართული ესავით არ გამოითქმის. აი მოდი ვნახოთ, ხო? Der Junge. Junge არა. ანუ არ უნდა ჩაარტყათ. მამაპაპური ქართული არ იქნება. ნახეთ როგორ იქნება. Der Junge. Die Blume. Die Straße. Die Liebe. Die Hilfe. Das Auge. ანუ Auge არა. ან Liebe არა. არ უნდა ჩაარტყათ, მე მიხვდით? იმიტომ რომ ეს არის შვაბგერა, ეშვა და შვაბგერა, ანუ ეგეთი ტიპი არა, რომ ცოტა რაღაცა წაყრუებულად ითქმის. ანუ სრულიად არ ჩაიყლაპება. მაგრამ არც მამაპაპური ქართული ესავით არ ვიტყვით. ანუ დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ, der Junge, die Blume, die Straße, die Liebe, die Hilfe, das Auge. ნახეთ, Auge არა. არ უნდა ჩაარტყა. აი ცოტა ისე რა. და კიდევ ერთი ეგეთი საინტერესოა, რომ და როდესაც არის სიტყვის ან მარცვლის ბოლოში, და ეს უკვე გახდება აშვა. ეს იმედია რომ გეცოდინებათ ყველას. თუ არ იცით, ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ესეც აი კიდე ერთი ის არის, რაც ყველაზე მეტად მეზიზღება ხოლმე. აი თუ გინდათ რომ გაარკვიოთ თქვენი მასწავლებელი კარგად გამოთქვამს თუ ცუდად, არის თუ არა გერმანულის აზრზე, აი ამას დააკვირდით, როგორ გამოთქვამს და რს. ჩემო საყვარლებო, და р სიტყვის ან მარცვლის ბოლოში გახდება აშვა. ანუ თლიანად და р გამოითქმის როგორც ას მაგვარი ბგერა. მაგალითად, მამა იქნება der Vater. Vater არა. აი მეზიზღება ეგრე რო ამბობენ ზოგიერთი. აი მინდა რომ წკეპლა გადავარტყა პირში ეგრევე. Vater არა. და р მთლიანად გახდება ას მაგვარი ბგერა. აშვა. ანუ der Vater. აი ჩადით გერმანიაში და მოусმინეთ, ან ჩართეთ რაღაცა ფილმი, ან აი დაელაპარაკეთ გერმანულზე, თქვენ თვითონ ვენახავთ, რომ Vater არ არის. Vater არ არის. მამა იქნება der Vater. ძმა იქნება der Bruder. Bruder. მცხოველი იქნება der Bäcker. Bäcker არა. Der Bäcker. კომპიუტერი der Computer. ოთახი das Zimmer. Zimmer არა. მეზიზღება აი ესე რო ამბობენ. ეგრევე წკეპლად უჩებში. Zimmer არა. Das Zimmer. Da ნათესავი ხო? Da. Die Schwester. და დედა იქნება die Mutter. Die Mutter. სხვადასხვა ამაზე გეტყვით რომ ერთხელ დედაჩემი წამებლატავა მეო სკოლაში გერმანულს, მაგრამ სწავლობდიო და ესე მეუბნება ich bin deine Mutter. იმის მერე ჩახვეული მაქვს დავცინივარ დედაჩემს Mutters ვეძახი. მეთქი დედა ესე არ არის სწორი გამოთქმა Mutter არასწორია. სწორი გამოთქმა Mutter. და არ ვიცი რამდენი წელია უკვე დავცინივარ რომ მოდის ხოლმე სახში Mutter. სპეციალურად ეგრევე უბნები ხოლმე საღადაოდ, ხო და თქვენც არ ჩავარდეთ ჩემნაირი დეგენერატის ყბაში და დაციცინი არ გაიხადოთ ხალხო თავი. იცოდეთ დღეისიქით რომ და р სიტყვის ბოლოში გახდება ას მაგვარი ბგერა. აშვა. ამიტომ ესე იგი der Vater, der Bruder, der Bäcker, der Computer, das Zimmer, die Schwester,
die Mutter. ნახეთ? ას მაგვარი ბგერა გახდება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესა რა ქვია, მიაქციეთ ამას ყურადღება. აი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ე და რს რო ამახინჯებენ ხოლმე, ეგ არის აი ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ფონეტიკური შეცდომა. და ყველაზე მეტად მაღიზიანებს მე პირადად. აი, საშინლად ხვდება უბრალოდ ყურს რა. იმიტომ რომ აი, ჩართეთ რაღაცა ფილმი, ჩართეთ რაღაცა სერიალი, ან სიმღერა, რა ვიცი, ან დაელაპარაკეთ ვიღაცა გერმანელს ქუჩაში გადით, ხო? ეხლა ხო ნაცნობი სიტყვებია ეს, Vater, Bruder, Bäcker, Computer, Zimmer. დაელაპარაკეთ და თქვენ თვითონვე ნახავთ, რომ ე და რ აქ გამოითქმის როგორც აშვა, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, დღეს 21 საუკუნეა ინფორმაციის გადამოწმებას რა უნდა? ხო ესე ყველაფერზეა წვდომა. თავარია რომ ხო, ესა რა ქვია, ადამიანს გქონდეს განვითარების სურვილი და მოკლედ მიაქციეთ გამოთქმებს ყურადღება, ეს ე და რ აი მართლა ძალიან მყვირალა ის არის რა. აი ძალიან ცუდად ხვდება ხოლმე ყურში. ხო, კომენტარებში წერენ რომ სკოლაში ესე ასწავლიდნენ. ეხლაც ესე ასწავლიან სამწუხაროდ. თქვენ გონიათ ეხა დღეს გამოსწორდა? 90% დღესაც ეგრე ასწავლის. Vater და Mutter. დღესაც ეგრე ასწავლის 90% და ეგ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ სკოლაში გერმანულის მასწავლებლად რომ იმუშაო, ანუ რაღაცა გამოცდა ხო უნდა ჩააბარო და ესე რა ქვია, მინახავს ეს ტესტები და B1-ის ცოდნა ყოფნის. ანუ წარმოიდგინეთ, B1-ის ცოდნით შეგიძლია ეს მასწავლებლის გამოცდა გერმანულის ჩააბარო. ხო და ანუ ეს ამით ისი თქმა მინდა, ძალიან დაბალ კომპეტენციას თხოვენ მასწავლებლებს ჩემი აზრით სკოლაში. იმიტომ რომ იმდენად ელემენტარული გამოცდაა ის მასწავლებლის გამოცდა, რასაც აბარებენ. B1 თუ იცის კარგად, ადამიანი ჩააბარებს იმას. და ჩემი აზრით ცოტა გასაზრდელია სტანდარტი, იმიტომ რომ რა ვიცი, რა თან ის გამოცდა მე არც გამოთქმას უსწორებს არაფერს და ნუ აჩაი რომ მოგინდეთ, რავი, ბევრი თქვენგანი ალბათ ეხლა რომ გახვიდეთ იმ მასწავლებლის გამოცდა და ჩვეულებრივად სკოლაში დაგსვავენ მასწავლებლად. და ხო, ცოტა ისეთი თემაა რა, ანუ ძალიან ბევრი ჩემი აზრით არაკვალიფიციური კადრი ხდება. აი კიდე რამდენს მოუწერია ჩემთვის იცით რომ აი რაღაცა ორი ქულა დამაკლდა მასწავლებლის გამოცდაზე და დახმარება მინდა რომ ჩავაბარო, ხელახლა გავიდე და რაღაცები. აი ჩემი აზრით ეგ სირცხვილია, იმიტომ რომ ისედაც ელემენტარული გამოცდა საბავშვო ბაღია, რასაც ქვია, ისეთ დაბალ ცოდნას ითხოვს. B1-ით რო გეყოფა. და კიდე იმას რომ ზღვარზე ვერ გადალახავ და რაღაცა ორი ქულა დაგაკლდება. ანუ მე გაქვს ამბიცია რომ უამრავ ბავშვს სასწავლო და დაუმახინჯო გამოთქმები და ყოველ ცხოვრება. ხო, ცოტა ისეთია რა. ბევრს მასწავლებლობა გონია რაღაცა ის და ეგრე არ არის. მასწავლებლობა ეს პასუხისმგებლობა ჩემი აზრით. კარგი, მოკლედ. ბოლო ნიუანსი ჩემო ძვირფასებო და მორჩება ჩვენი დღევანდელი ის. თუმცა ხო, სანამ მაგას იმას ვიზავთ, უცბად რაღაცას გეტყვით რა ამაზე და მე ძალიან მაგარი წესი უნდა გასწავლოთ კიდევ ერთი სწრაფი ლაპარაკის, თუმცა უცბად ესეც უნდა გითხრათ. ჩემო ძვირფასებო, კომენტარებში დავინახე ეხლა რომ ამაზეც კითხულობენ კურსებზეო და რაღაცები და უცბად გეტყვით. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, ახალი კურსების მიღებას ვიწყებ. ვისაც მეცადინეობა გსურთ ჩემთან, კურსები დაიწყება 4 მაისიდან. 4 მაისიდან დაიწყება კურსები. ჩატარდება 2 შაბათსა და 4 შაბათს. როგორც იცით, 2 თვიანია ჩემი კურსები. ვისაც დაგაინტერესდებათ დეტალურად ინფორმაცია, მომწერეთ პირადში. აი მაგალითად, A1 დონის კურსი იწყება 4 მაისიდან. ნახეთ, 2 შაბათსა და 4 შაბათს ჩატარდება 21:00 გერმანიის დროით. და მოკლედ, რა ვიცი, ვისაც დაგაინტერესდებათ დეტალური ინფორმაცია, მომწერეთ პირადში.
მარი იწერება რომ NG-ს განვიხილავთო, მარი უკვე განვიხილეთ NG და ხვალე დაიდება ჩანაწერი და ხვალე უყურე ხელახლა. უკვე ვისაუბრეთ NG-ზე გრო იყლაპება. აი მაგალითად A2 საფეხურიც იწყება, A2-ის მეცადინეობები იწყება 6 მაისიდან, ორშაბათსა და ოთხშაბათს, 21-30 საქართველოს დროით, 19-30 გერმანიაში. ორთვიანი კურსია, სრული A2 დონის მასალას გავივლით და B1-იც იწყება 4 მაისიდან 18:00 გერმანიაში. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ვისაც გსურთ რა ვიცი, მეცადინეობები, კურსებზე ჩაწერა ჩემთან, კი იცით, კერძოდ მე არ ვამზადებ, კერძოდ მომზადების დროს სადაა ცალკე წიგნზე ვმუშაობ, ცალკე ესა. იცით რომ სამწუხაროდ ამის დრო მე არ მაქვს, ამიტომ ტყუილა არავინ არ მომწეროს ახლა. კერძოდ მამეცადინე და სახლი დამილაგე და ზედ გადამყევი, ზედ გადაყვებით ყველა მოსწავლეს ზედ ყვები. ეს იცით კარგად, მაგრამ ხო, მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, კერძოდ ფიზიკურად ვერ, დრო არ მაქვს უბრალოდ. ხო და ესა რა ქვია, ვისაც გსურთ კურსებზე ჩაწერა, შემეხმიანეთ პირადში. როგორც იცით, ეს არის ჩემი Facebook-ის გვერდი, გიორგი ტერაშვილი. ასე მიპოვით, აგერ ჩემი წიგნის ფოტო მიდევს იმაზე გარეკანზე, ჩემი შვილიკო, ჩემი საყვარელი წიგნი. მოკლედ, ესე იგი, ეს არის ჩემი Facebook-ი, გიორგი ტერაშვილი. მომწერეთ პირად შეტყობინებებში, ვისაც გსურთ ჩემთან მეცადინეობა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ამ ეტაპზე მაქვს A1 დონის კურსზე ადგილები, A2-ზე და B1-ზე. ვისაც გსურთ შემეხმიანეთ, რა ვიცი, სიამოვნებით მიგიღებთ. სანამ დროა. ჯერჯერობით კიდევ მაქვს ადგილები. ხო, მოკლედ, ეს არის ჩემი Facebook-ი, გიორგი ტერაშვილი, ასე მიპოვით და აქ შეგიძლიათ შემეხმიანოთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ უკვე იწურება ადგილები და თუ ვინმეს გსურთ მეცადინეობა, მალევე შემეხმიანეთ. ხო, რა ვიცი, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ორთვიანია კურსები, სრული მასალა, A1 დონის კურსზე ვისწავლით სრული A1 დონის მასალას, A2-ზეც ასე და B1-ზეც ასე. გაკვეთილი იქამდე არ დასრულდება, სანამ თემას არ მოვჩებით. ანუ, ჩემთან ასეა. სანამ თემას არ განვიხილავთ, არასდროს გაკვეთილი არ მთავრდება. იმიტომ რომ ხო არიან აი მასწავლებლები, რომ აი ხა მალე მოვიშორო ესენი, გამორიცხულია. ჩემთან ასე ხდება. სანამ თემას არ მოვჩებით, სანამ ყველა მოსწავლე კმაყოფილი არ იქნება და არ მიიღებს იმ ცოდნას, რაც უნდა ესწავლათ, არ მორჩება გაკვეთილი. და ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ის ფაქტი, რომ მაგალითად რაღაცა ჯგუფში ვამზადებ, მოკლედ მაგაზე არ ინტერვიულოთ, არავის არ დავაკლებ ყურადღებას. სუდა თუ ალბათ გვეცოდინება, რომ ზმნას როდესაც ვაუღლებთ ჩვენ, ზმნას ხო ვაუღლებთ ხოლმე, პირველ პირში მხოლობითში ემატება ედაბოლოება იქთან, ხო? მერე უკვე დუნაცვალ სახელთან, მხოლობითი რიცხვის მეორე პირში, დუნაცვალ სახელთან ემატება ხოლმე რა? დაბოლოება სუთუ. ხო ესეა? ეხლა შეხედეთ, რა საინტერესო რაღაცა ხდება აქ. ესეც სწრაფი ლაპარაკის დროს. სწრაფად რო ლაპარაკობენ გერმანელები, ნახეთ ეხლა რა მოხდება. სუთუ ხო ემატება დუნაცვალ სახელთან ზმნას ფუძეზე. პირის ნიშანი სუთუ. სწრაფ ლაპარაკში ჩემო ძვირფასებო, არც მეტი, არც ნაკლები, თუ ასო ამოვარდება, აღარ ითქმის, ამიტომ აი რო ვეკითხებით ადამიანს, რას აკეთებ? განაესა ვეტყვით, was machst du? ჩემი აზრით ძალიან უსიამოვნოდაც ითქმება, machst du. აი აზა ენა უნდა დაძაბო რა. გამძვრა ენა, სანამ მაგას ვიტყვი, was machst du? გამძვრა კიდევაც ენა. რას აკეთებენ თურმე? ამოვარდება თუ ასო, სწრაფ ლაპარაკში, როცა აი სწრაფად ლაპარაკობთ და ვიტყვით, was machst du? ანუ გახდება რა? Was machst du? Was machst du gerade? Was machst du gerade? აი დააკვირდით შემდეგ ჯერზე. სწრაფად როცა საუბრობენ გერმანელები, machst du არა.
T-ასოს არ გამოკვეთავენ, ჩაყლაპავენ და იტყვიან was machst du? Was machst du gerade? მაგალითად, საიდანხა წარმოშობით woher kommst du არა? აქაც ეგრე T-ასო რას იზავს? აორთქლდება და ვიტყვით woher kommst du? Woher kommst du? Wien ხარ შენ? Wer bist du? Bist du არა? Bist არა. Wer bist du? Wer bist du? Wer bist du? Raginda, was willst du? Was willst du von mir? Was willst du? Willst du არა? Tu akats აორთქლდება და მაგალითად დრო გაქვს? Hast du? Hast du არა? Hast du Zeit? Hast du Zeit? ესე იგი ჩემო ძვირფასებო. რა მოხდება? როცა გვაქვს აი ესეთი შემთხვევები, ხო? როგორც ვიცით, ნაცვალსახელ დუსთან რა ხდება? როდესაც კითხვით ფორმაში ვსვავთ წინადადებას, ზმნა მოთავსდება ხოლმე, ზმნის უღლებადი ნაწილი მეორე პოზიციაზე, მას შესაძლოა პირის ნაცვალსახელი დუ მოთავსდება მესამე პოზიციაზე. ხო, ჯერ გვაქვს ზმნის უღლებადი ნაწილი, მერე გვაქვს ნაცვალსახელი დუ, მეორე პირის ნაცვალსახელი. და თურმე ჩემო ძვირფასებო, რა ხდება? სწრაფად როდესაც საუბრობენ, ეს არის სწრაფად საუბრის დროს. რა მოხდება თურმე? იმდენად ძნელი სათქმელია machst du. აი ენა ვერ გაძლევს გასაქანს, რომ მოხდება T-ასოს ამოვარდნა. და სწრაფ ლაპარაკში იტყვიან was machst du? Woher kommst du? Wer bist du? Was willst du? Hast du Zeit? Hast du Zeit? Hast du არა. Hast du Zeit? Was machst du gerade? Woher kommst du? Wer bist du? Was willst du von mir? Hast du Zeit? ანუ თურმე ჩემო ძვირფასებო, სთზე როცა გვექნება პირის ნიშანი სთ და დუ ნაცვალსახელი, გახდება ეს სტუ, ხო? Was machst du? Woher kommst du? Wer bist du? Was willst du? Hast du Zeit? თურმე ესეც საინტერესო რაღაცაა. ესეც გავიმეორებ ხდება როდის? სწრაფად მეტყველების დროს. ანუ ეს ამას რაც შეეხება, აი ეს წესი ხარაც გითხარით. ამას თუ ნელა საუბრობთ, აი კუსტემპით. Was machst du? ნელა ეგრევე ტყვით, კი, აი ზოზინით. Was machst du? მაგრამ ასე ვინ დაგელაპარაკება? ვინ დაგიღეჭავს ასო? Was machst du? არც არავინ. სწრაფ ლაპარაკში თურმე რას იზავენ? T-ასოს მიაყლაპავენ და გეტყვიან was machst du? ნელა თუ გეტყოდა, კი, ასე ვიტყვით woher kommst du? მაგრამ ასე ვინ დაგიდგება, ჩემო კარგო? არც არავინ. სწრაფად ვიტყვით როგორც woher kommst du? Wer bist du? Was willst du von mir? და hast du Zeit? ნახეთ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ამიტომ მივაქციოთ ამას ყურადღება, ესეც ძალიან საინტერესო ნიუანსია. Das ist alles. Es ist so, jetzt unter Messaulebinet Quentus. Leute, danke für eure Teilnahme. Die Madlova Monatsilobistus, das Rebistus. Mokled. როგორც ხედავთ, დღეს მე თქვენ გასწავლეთ რა? ისეთი ნიუანსები, რაც ძირითადად ეშლებათ ხოლმე ქართველებს. იმიტომ რომ ხო იცი ხა რამდენი წელია ამ საქმეს ვაკეთებ, რამდენ მოსწავლესთან მქონია შეხება და აი 90% მოსწავლეების ეს ეშლებათ და უჭირთ. და რა ვიცი, იმედია რომ დღევანდელი გაკვეთილის შემდეგ ეს აღარასდროს აღარ შეგიშლით ხელს, უკვე იცით რომ გერმანულში ხდება reduktionen, ხო, assimilation, Auslautverhärtungsphänomen ვიცით ხო, რომ ხანდახან თურმე დარბილდება ეს დ და გ ასო. ახლა უკვე ვიცით რომ ესა ეშვაბგერა მარცვლის მაგალითად ხო სიტყვის ბოლოს ან მარცვლის ბოლოს ხანდახან საერთოდ იყლაპება. ასიმილაციაც უკვე ვიცით ხო რომ მაგალითად ნ-ასო ხანდახან მ-ასოს ემსგავსება და მოკლედ რა ვიცი მე მგონია რომ დღეს იქით უკვე როცა რედუქცია ვიცით რა არის, ასიმილაცია ვიცით რა არის და Auslautverhärtung ვიცით რა არის, ბევრად უფრო
კარგად გამოვთქვამ სიტყვებს და ბევრად უფრო მივუახლოვდებით გერმანელებს გამოთქმით. და დამიჯერეთ იმდენ კომპლიმენტს მიიღებთ. თუ ამ ნიუანსებს გაითვალისწინებთ გერმანელებისგან, გეტყვიან რომ უიმე რა კარგი გამოთქმა გაქვსო, მუთაშბახლერი ხარო გეტყვიან ასე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ გინდათ რომ თავი მოაწონოთ, გააოცოთ და თან კარგად იმეტყველოთ, აი ამ ნიუანსებს მიაქციეთ ყურადღება. ამას მართლა ვერცერთ წიგნში ვერ ნახავთ და არა და კიდე როგორი ის არის, ხო? და მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ვისაც დღევანდელი გაკვეთილი მაგალითად გეძნელათ, იმიტომ რომ გავიმეორებ, ეს იყო für fortgeschrittene. ცოტა უკვე ვინც აზრზე იყავით კითხვის წესებში, ვისაც უკვე გააქვთ A2, B1, ხო, C1-ას თუნდაც. ეს იყო უკვე მაღალ საფეხურზე ვინც ხართ თქვენთვის. მაგრამ ვინც საერთოდ არ იცით კითხვა და აზრზე არ ხართ, აი სულ ნოლიდან იწყებთ, ჩემო ძვირფასებო, ეს რა ქვია, ძალიან მალე გამოვა ჩემი რიგით მეორე საავტორო წიგნი, ეს იქნება უკვე ლექსიკის წიგნი და ნახეთ, აი პირველივე თემა ეგ არის, წერა კითხვის წესები. მაგალითად, და იკითხება როგორც აი, მერე მაგალითები გვაქვს, ხო? eins, klein, mein, wein. და ნახეთ, მოყვება QR კოდი, ჩართავთ, დაასკანერებთ QR კოდს და მოსასმენიც მოყვება. რომ ყური გააყოლოთ კიდევაც, ცხადია. აბა ისე როგორ გამოვა? ყურსაც გააყოლებთ, ხო? და რა ვიცი, აი ნახეთ, როგორ დეტალურადაა გარჩეული. აი ესენიც მაქვს გარჩეული, რაც გასწავლეთ. აი ეს Auslautverhärtung D რო გახდება T, B რო გახდება P, G რო გახდება K. მოკლედ, რა ვიცი, რამდენიმე თვეში გამოვა ეს წიგნი და მე მგონია, რომ ძალიან მაგრად დაგეხმარებათ. და თან ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ წიგნში, პირველი წიგნი იცით, გრამატიკაა, ეს არის უკვე ლექსიკის წიგნი. და შეხედეთ, აი როგორი რაღაცა არის, მაგალითად ესეთი თემაა, meine Familie, ჩემი ოჯახი. ნახეთ, დიალოგია ძალიან ყოველდღიური, ამასაც QR კოდი მოყვება. მერე ამოწერილია ყველაზე ესეთი ყოველდღიური ფრაზები, აი ყოველდღიურ კომუნიკაციაში რო დაისწავლოთ, როც გამოგადგებათ ეგეთი ფრაზები. და ნახეთ, მერე რა კარგადაა ჩამოწეკწეკებული ოჯახის წევრები. ყველაფერი თავისი არტიკლებით, ფრჩხილებში მითითებულია მრავლობით რიცხვში როგორ გადავა, აი როგორც წესი და რიგია რა, მოკლედ ისეა გაკეთებული ყველაფერი. აი ნახეთ, როგორ ესეც თანამედროვე, ლამაზი, ფერადი წიგნია. რა თქმა უნდა, ეხა რასაც ხედავთ, ეს არის ჯერ დაუმუშავებელი ვარიანტი. ჯერ კიდევ როგორც გითხარით, რამდენიმე თვე ვერ მორჩება, ბევრი რამეა, მაგრამ რა ვიცი, აი ნახეთ, უკვე ატყობთ ალბათ, რომ ძალიან აკურატული და ძალიან კარგი წიგნი გამოვა ესეც, ხო? აი მაგალითად, ამინსთან დაკავშირებული სიტყვები, აქეთ წერია არსებითი სახელები, თავისი არტიკლებით, თავისი მრავლობითები ფრჩხილებში მიწერილი აქვს, მრავლობითში როგორ გადავა. მერე ნახეთ ყოველდღიური ფრაზები, ხო? Es ist sonnig, sehr, es ist windig, ქარია და რა ვიცი, აი ნახეთ, ძალიან ისეთი ყველაფერი აი თემატური, რა და როგორც უნდა იყოს. აი მაგალითად, გამოსადეგი იდიომები და ფრაზები და მოკლედ რა ვიცი, აი ესეთი ძალიან კარგი წიგნი გექნებათ მალე. და ხო, სხვა შორის კიდე იცით რა არის ყველაზე კარგი? ასევე ამ წიგნს ექნება ლექსიკონიც. ნახეთ, თან ალფაბეტურად დანომრილი, აქაც ესე არტიკლებით, თავისი იმეებით, ყველაფერი, აი ალფაბეტურად A, B, C und so weiter. მოკლედ ძალიან მაგარი წიგნი იქნება. ზმნებიც ნახეთ როგორ იქნება მოცემული. ზმნებსაც შეხედეთ, ესეც ალფაბეტურად და თან ქვემოთ ეწერება სამი ძირითადი ფორმა, მეორე და მესამე ძირითადი ფორმა, თავისი დამხმარე ზმნითურთ, მოკლედ ესეთი უმაღლესი დონის ნაშრომი გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო.